ევანგელისტური ეკლესია სახელმწიფოს სასამართლო საშუალებით კონტროლში ადანაშაულებს. პასტორი ზაალტყეშელაშვილი სახელმწიფო უწყებების მხრიდან მისი რეპუტაციის შელახვაზე, გამოხატვის შეზღუდვასა და ევანგელისტური ეკლესიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ქმედებებზე ლაპარაკობს. ამის შესახებ ეკლესიის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტთან ერთად გამართეს. რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე და რას გულისხმობს ევანგელისტური ეკლესიის ბრალდებები? თათა კარიაულისგან მოვისმენთ ვრცლად. ხელისუფლებას სურს ეკლესიები მისი კონტროლის ქვეშ მოაქციოს. ასე აფასებს უსენაისის სასამართლოს გადაწყვეტილებას ევანგელისტური ეკლესია. შეიქმნა თეორია, თითქოს ჩვენ არ ვარსებობთ, თითქოს ეს არ არის სამლოცველო სახლი და ეს ყველაფერი ერთად შეკერილი შევიდა სასამართლოში. სანამ ეს საქმე დაიწყებოდა, ჩემთან პირადად იყო მოსული პიროვნება, მის გვარს უბრალოდ არ ვასახელებ, რომელმაც პირდაპირ მითხრა, რომ თუ შენ არ დაემორჩილები გარკვეულ წესრიგს, რომელიც იყო გარკვეულად სახელმწიფოს მორჩილების ნიუანსები, ჩვენ გვყავს მეგობრები მთავრობაში და მათი საშუალებით ამ შენობას წაგართმევთ. რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილება გარდა იმისა, რომ ეყრდნობა საეჭვო წარმომავლობის და ჩვენი აზრით ყალბ დოკუმენტაციას, არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება სამოქალაქო სამართლებრივი ბერკეტები იქნეს გამოყენებული რელიგიური გაერთიანების წინააღმდეგ, როცა არსებობს სახელმწიფო ინტერესები. სახელმწიფო ინტერესების არსებობისკენ მიუთითებს ის, რომ ეკლესიასთან იყო გარკვეული ტიპის კომუნიკაცია, როცა თავაზობდნენ თანამშრომლობას ზოგიერთ ადმინისტრაციულ ორგანოსთან და ამას მიუთითებს ის ცვლილებები, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებაში გახორციელდა. 2023 წლის 30 იანვარს პასტორმა გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ სარჩელი დაუშვებელად ცნო და შესაბამისად მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება დარჩა კვლავ ძალაში. ევანგელისტური ეკლესია დავის გაგრძელებას საერთაშორისო დონეზე გეგმავს.